მოძრაობის ფიზიკური და ცეკვის თეატრის მე-6 საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში საქართველოს პირველად ესტუმრა ჩინური თანამედროვე ცეკვის ერთ-ერთი ფუძემდებელი ქორეოგრაფი უილი ცაო. მან საკუთარ დასთან ერთად სპექტაკლი უსასრულო წარმოადგინა და შორენა კოპალეიშვილი მოგვიყვება. თანამედროვე ცხოვრების აჩქარებული რიტმი და ადამიანის მუდმივი აქტიურობა. სამყაროს ამ გამოწვევას ეხმიანება ჩინეთის თანამედროვე ქორეოგრაფიული დასის სპექტაკლი უსასრულო. თითოეული სცენა ადამიანის არსებობის სირთულეების ქორეოგრაფიულ ინტერპრეტაციას წარმოადგენს და განმეორებადი მოძრაობებით ყოველდღიური რუტინის უსასრულო ციკლს განასახიერებს. პეკინის დამოუკიდებელი დასის ჩინური სახელწოდებაც სიმბოლურად ძლიერ შემოქმედებით ენერგიას გამოხატავს. Beijing Dance-ის მოცეკვავებმა საქართველოში მოძრაობის ფიზიკური და ცეკვის თეატრის მე-6 საერთაშორისო ფესტივალი დახურეს. პირველად ესტუმრა ჩვენი დასი თქვენს საოცრად მშვენიერ ქვეყანას. ჩვენ ყოველთვის ვუტოვებთ მაყურებელს საკუთარი აღქმით დაინახონ თანამედროვე ცეკვის სპექტაკლი. ამიტომ თითოეული ნაწილი ყოველთვის არის ვიზუალურად წარმოსახვითი. თავარია რომ მათ იგრძნონ ცეკვით გამოხატული ემოცია. საოცარი მაყურებელი იჯდა დარბაზში. სპექტაკლის განმავლობაში სულ გრძნობდით მათგან გამხნევებას. ხშირად ეს მხოლოდ დასასრულისკენ ხდება, მაგრამ აქ ყოველ მომდევნო სცენას გრძნობდნენ. ამის განცდა ბევრს ნიშნავს თითოეული მოცეკვავისთვის. დასის სათავეში ლეგენდარული დამფუძნებელი თანამედროვე ჩინური ცეკვის პიონერად აღიარებული ვილო ცაო დგას. ქორეოგრაფი, რომელიც სპეციალურად ფესტივალის დახურვაზე პირველად ეწვია საქართველოს. სპექტაკლის ბოლოს საერთაშორისო ჟიურიმ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოავლინა. ძალიან გაგვიმართლა, რომ უილი ცაოს ეს მის მიერ დაფუძნებული დასი ჩამოვიდა საქართველოში. ესეთი შემოქმედებითი კავშირები ჩვენთვის აუცილებელია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. სინათლისა და ჩრდილის თამაში წარმოდგენილი თანამედროვე ქორეოგრაფიული სპექტაკლი უსასრულო ერთგვარ ანარეკლად იქცა, სადაც გარე სამყაროს ხმაურში შესაძლოა საკუთარი თავი ხელახლა აღმოაჩინო.